იღუმენი ნიკონი, მწუხარებები. კვლავ შენს მწუხარებებზე მწერ, ახლანდელსა და მომავალზე. რა გითხრა? პასუხს სახარება გაძლევს. ღმერთკაცმა თავისი მწუხარებებით სავსე ცხოვრება მრავალი შეურაცხყოფისა და გვემის შემდეგ ჯვარზე დაასრულა. კეთილგონიერმა ავაზაკმა, რომელიც ცოდველთა და მონარულთა სახია, საპყრობილის შემდეგ ცხოვრება ასევე ჯვარზე დაასრულა. წარწმედილი ავაზაკი კი ჯვარზე ვნების გზით საუკუნო სატანჯველში შევიდა. ეს მთელი კაცობრიობის სახეა. ზნეობრივ სამყაროში, ისევე როგორც ხილულში, თავისი კანონებია. ძირითადი კანონი ესაა: მრავლითა ჭირითა ჯერ არ საიჩვენდა შესვლა ის ასუფეველს საფრთისასა. რომელსა უნებს შემდგომად ჩემდა, უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და მომდევდინ მე. გესმის? ვისაც სურს ქრისტეს კვალდაკვალ ცათა სასუფეველში შესვლა, დიდი და ხანგრძლივი ტანჯვით უნდა დათრგუნოს საკუთარ თავში ძველი კაცის ყველა ცუდი გამოვლინება და მოითმინოს ყოველგვარი მწუხარებები და სნეულებები. ღვთის უსასრულო სიბრძნე ყოველ ადამიანს საკურნებლად, განსაწმენდელად და საცხოვნებლად თავის ჯვარს უგზავნის მისი ხასიათის, თვისებებისა და ძალების შესაბამისად. თუ უტრტვინველად ვზიდავთ ჩვენს ჯვარს, თუ ვინანიებთ ცოდვებს, თუ თავს არ ვიმართლებთ, ცათა სასუფეველში შევალთ, როგორც შევიდა გონიერი ავაზაკი. ხოლო თუ რტვინვას მივყვებით, თუ ღვთისა და კაცთა გინებას დავიწყებთ, მაშინ უგუნური ავაზაკიც მსგავსად უფრო მეტად ტანჯვაში აღმოჩნდებით. მწუხარებათა განმაქარვებელი ცხონების სასუების გარეშე. ჯვარი ყველასათვის აუცილებელია. მას შევიმსუბუქოთ იგი უფლის რწმენით, ცოდვასთან ბრძოლით, სინანულით და ყველა მოყვასისათვის მიტევებით, მწუხარებების უტრტვინველი მოთმენით და უფლისადმი ლოცვით. ღმერთს სურს ჩვენი ცხონება და რაიმე უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ჩვენს ძალებს აღმატებულ მწუხარებებს არ გვივლენს. მწუხარებები აუცილებელია, მაგრამ ამ აუცილებლობის დანახვას კაცი მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც სინანულით, ცოდვებისაგან თავშეკავებით და წმინდა წერილის კითხვით განიწმინდება. შემინდე უფალმა განგამტკიცოს, გაკურთხოს და დაგიცვას ყოველივე ბოროტისაგან. 1950 წლის 28 ივნისი.